ახალ წელს ამზად ისი, სხვათა შორის სხვა წლებთან შედარებით აბსოლუტურად წელს ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ ორივეს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო, იმიტომ რომ ორივე ოჯახიც და ავერსიც ითხოვს ძალიან დიდი დროის დათმობას, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად. თუმცა ძირითადად მაინც 31 დეკემბრის შუა დღემდე ვმუშაობთ ჩვენ სამსახური გვაქვს. მერე უკვე ოჯახში ესეთი ფუსფუსი ტრადიციულად, თუმცა მინდა გითხრათ, დიდად კერძების კეთებით არ გამოვირჩევი ამ ახალ წელს, უფრო ჩემი დეიდა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ მაინც რაღაცა ჩემთვის საყვარელი კერძები გავაკეთო, როგორც არის გოზინაყი მაგალითად, ჩემს გარდა არავინ არ აკეთებს სახლში გოზინაყს და რაღაცეები, ხაჭაპური მაგალითად ძალიან გემრიელს ვაკეთებ და ჩემს შვილს განსაკუთრებულად უყვარს ხოლმე ჩემი გაკეთებული კერძები და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა ჩემი ხელით გავაკეთო. არის დღეები, როდესაც ვაკეთებ ჩემით ამ ყველაფერს და ერთ-ერთი არის ახალი წელიც. ბაბუა მისწერე უკვე წერილი? წერა. აბა გითხარი რა უნდა მოგიდოს? შენთან და თვისა. ექიმი უნდა გამოხვიდე? რატო გინდა ექიმი შენთან? უნდა გამო. აბა სათამაშო. უბრალოდ სათამაშო გინდა? აბა ვინ უნდა გამოხვიდე? ვინ და ხატვარი და კიდე მეტი არ ვიცი. განსაკუთრებული ტრადიცია არის კიდევ ის, რომ ყოველ წელს ჩვენ ოჯახის წევრებს ახალ წელს, როდესაც დგება 12 საათი, ვლოცავთ, რა თქმა უნდა, სასმისებით ერთმანეთს. სექტემბრიდან ვიწყებთ მზადებას და იანვრის მეორე შაბათ-კვირას არის ხოლმე ჩვენი კორპორაციული წვეულება. ავერსის ჰოლდინგი იმდენად დიდია, რომ პირველად ხსნით ავერსით, მერე არის სააფთიაქო ქსელი, მერე არის კლინიკათა ქსელები, მერე სადაზღვევო კომპანია და ასე იმდენად ბევრი ვართ, რომ იანვრის მეორე კვირას რო იწყება, ასე ვთქვათ, ეს კორპორაციული წვეულებები, თითქმის თებერვლის თვეშიც გადავინაცვლებთ ხოლმე იმდენად. სხვათა შორის წამყვანის ამპულაც მოვირგე, იმიტომ რომ ჩვენ ავერსელები ვიღებდით მონაწილეობას, მღეროდით, ვცეკვავდით, მოწეული სტუმრები არ გვყავდა, ჩვენ თავად შევქმნით ეს ჯადოსნური საღამო. ვფიქრობ, რომ კარგი გამოგვივიდა, რა სიტყვით? რაღაცნაირად მგონია, რომ ცუდად არ გამომივიდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, იმიტომ რომ ეს არის შემაჯამებელი წვეულება და ავერსი ამ ღონისძიებაზე ყველაზე წარმატებულ ავერსელებს აჯილდოვებს. როგორც კი სრულდება, ხო, კორპორაციული წვეულება, ეგ იმ დღიდან იწყებენ მზადებას, რომ მომავალ წელს იყვნენ გამორჩეულები და შემდეგ წელს უკვე ისინი დასახელდნენ როგორც წარმატებული და ყველაზე ღირსეული ავერსელები. დავიწყე დუდუშავა შენი კამერა. 4 მეცადინეობა. შევეცადე, არ ვიცი, ამდენი კარგად გამოვიდა, მაგრამ შევეცადე ყველანაირად. მე არც ერთ წამს არ ვიშურებ იმისთვის, რომ შევასრულო ყველა საქმე უმაღლეს დონეზე. აი მართლა არც ერთ წამს არ ვიშურებ, იმიტომ რომ ჩემთვის ავერსი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემთვის ავერსი ოჯახი. როგორც ოჯახი მაქვს აქ მე დღეს და ხედავთ ამ ოჯახს, იგივე ოჯახია ჩემთვის ავერსი. ავერსი არ არის
ჩემთვის როგორც ადექი დილით მოემზადე წადი სამსახურში იმუშავე და წამოდი უკან. ეს არის ოჯახი, რომელსაც აი ესეთი დიდი რუდუნებით, ძალიან დიდი მონდომები და ძალიან დიდი სიყვარულით ვასრულებ ყველა საქმეს, რაც ავერს უკავშირდება. ჩვენ ერთი სულის კვეთება გვაქვს, ჩვენ გვიყვარს ავერსი. მადლობა უთხრათ ყველა მამისთვის ღმერთო არ მოგვეცდება ერთად ყოფნა და სიმღერა ოღონდ ბედნიერების ღერო რაღაცა გაგიკეთებია შენ კომპანიისთვის. ეს არის უდიდესი ბედნიერება. ავერსი არის ღიმილის ექსპორტიორი საზღვარგარეთ, ხვდები? სიყვარული არ ჩადე, თუნდაც იმ ადამიანთან ურთიერთობაში, თუნდაც იმ საქმეში, რასაც აკეთებ და ამას სიყვარულით არ აკეთებ, გამორიცხულია რომ იყო წარმატებული, შენ უნდა გიყვარდეს და გსიამოვნებდეს, რასაც აკეთებ. მე მინდა ჩემს საქართველოს ყველა მოქალაქეს ძალიან დიდი სიყვარული მიულოცო ახალი წელი, უსურო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და გვიყვარდეს ერთმანეთი და კიდევ ავერსის სახელით მე მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა და რაც მთავარია სულიერი სიმშვიდე. Well,